ჩვენ დავბრუნდით და დავბრუნდით ძალიან კარგი თემით, რომელიც მე და გოგას განსაკუთრებით გვიყვარს ხოლმე და საერთოდ კარგი ამბები ხდება ჩვენ ქვეყანაში. არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ხელოვნება, უყვართ რაღაცა ჩართულობა, აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ნიჭიერ ადამიანებს რაღაცნაირად ასპარეზი მიცენ, გზა მიცენ, ჰქონდეთ შესაძლებლობა საზოგადოებას, ჩვენს ქვეყნის მოქალაქეებს თუ სტუმრებს გაეცნონ სიახლეებს კულტურაში, ხელოვნებაში, მუსიკაში, მხატვრობაში, მოკლედ, ყავს ბევრი ნიჭიერი ადამიანი და ამ ადამიანებს ხელშეწყობა უნდათ და ეს ხელშეწყობა ხდება ერთ-ერთ პატარა კერაში, რომელიც თბილისში 5 წლის წინ შეიქმნა. მე ძალიან მიხარია, რომ ნინო ჭანიას სიუჟეტში ახლა ჩვენ კარგად ვნახავთ თუ რას აკეთებს კულტურული პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ფონდი ათინათი და ეს არის ფონდი, რომელიც თავის სივრცეს უთმობს ქართულ მხატვრობას, მუსიკას, ისტორიას და ლიტერატურას და რაც მთავარია საერთაშორისო საზოგადოებას აცნობს იმ ნიჭიერებას, რასაც ქართული კულტურა ქვია. ვნახოთ ნინო ჭანიას სიუჟეტი. სივრცე, სადაც ქვეყნის ისტორია ცოცხლობს, სადაც ქართული კულტურა და ხელოვნება სუნთქავს. საგანძური და მემკვიდრეობა, რომელსაც საზღვრები არ აქვს, ათინათის ლოგოს ქვეშ მოექცა. გიყვებით 5 წლიან ისტორიას საქველმოქმედო ფონდზე, რომელიც საქართველოს ხელოვნების და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ათინათი არაკომერციული საქველმოქმედო ფონდია. ფონდი საქმიანობს როგორც მედია პლატფორმის ათინათი.com, ასევე კულტურის ცენტრის ათინათის მიმართულებით. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა უნივერსალური სივრცე ერთ ლინკზე ყველაფერი ქართული კულტურის შესახებ. როდესაც დაინტერესებული ადამიანი შემოვიდოდა ამ ლინკზე, მას მთლიანობაში ერთად ენახა ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ათინათი ვიდეოების და სტატიების სახით უყვება უცხოურ აუდიტორიას ქართული კულტურის, ისტორიის, მხატვრების შესახებ, ეკლესია-მონასტრების, ქართველი გმირების, თეატრის, კინოს, მოდის, ფოტოგრაფიისა და ასე შემდეგ. ზე მეტი ვიდეო თუ სტატია ამ პლატფორმაზე განთავსებული, საიდანაც გაიგებთ ქართული ცეკვის 80 წლის წინ რიტმსაყოლილი ისტორიის შესახებ. ისტორიის, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანას მოედო და 60 მილიონზე მეტი ადამიანის სულს შეეხო. ამ სტატიებით თუ ვიდეოებით გაიგებთ გმირებზე, რომელთა სახელზეც დგას საქართველო. ილია ჭავჭავაძეზე, კაცზე, რომელიც სამშობლოდ განსხეულდა. ექვთიმე თაყაიშვილზე, რომელმაც გადაარჩინა, გააერთიანა და სულ სხვა სიცოცხლე მისცა მთელ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას. აქვე შეგხვდებათ ამბავი კოტე მარჯანიშვილზე და იმ ადამიანებზე, რომლებმაც ქართული ისტორიის, კულტურის, ხელოვნების საძირკველი შექმნა. საძირკველი, რომელზეც დაშენებულმა სულმა დღემდე მოგვიყვანა. ერთგვარი ციფრული ენციკლოპედიის იდეის შექმნის ამბიცია 5 წლის წინ დაიბადა და დღესაც დიდი შრომის შედეგად ქართული კულტურის დაცვას ემსახურება. საქართველოს მართლაც გააჩნია უნიკალური მემკვიდრეობა. ათინათმა შეიძლება ითქვას, რომ გააერთიანა პროფესიონალების, სხვადასხვა ადამიანების მთელი რიგი. ესენი არიან მხატვრები, გალერისტები, კვლევარები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, ყველა ის ადამიანი, რომლებიც იკვლევენ ამა თუ იმ სფეროს და მიმართულებას უკვე წლებიან. შეიქმნა გარდა მედია საქმიანობისა უნივერსალური სივრცე, თავშეყრის ადგილი, სადაც ხდება იდეების გაცვლა, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე ფიქრი, პროცესი.
გარდა ისტორიულ ფიგურებზე მომზადებული დოკუმენტური ფილმებისა, ამ პლატფორმაზე გაერთიანებულია ისტორია უნიკალურ შენობებზე, ხუროთმოძღვრების ძეგლებზე, ეკლესია-მონასტრებზე. ფონდი ათინეთის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულია სხვადასხვა მიმართულების 100-მდე მკვლევარი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია იკვლევენ სხვადასხვა პერიოდს თუ თემას. ჩვენთვის სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აუდიტორიას მივაწოდოთ კვლევასა და ცოდნაზე დაფუძნებული ინფორმაცია. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენ მედია პლატფორმაზე ეს არის ეკლესია-მონასტრები. ჩვენ 5 წლის განმავლობაში გადავიღეთ 300-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი და ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოს მასშტაბით. სწორედ ყველა ის ეკლესია-მონასტერი, რომელიც გადაღებული გვაქვს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე არის საკმაოდ მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ძეგლი. მედია პლატფორმა ათინათის შემქმნელების მთავარი მიზანი საქართველოს მსოფლიო კულტურულ რუკაზე სათანადოდ მონიშნა იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც მოუყვეთ უცხოურ აუდიტორიას საქართველოს მდიდარი კულტურის და ისტორიის შესახებ, ასევე მონაწილე ვიყოთ თანამედროვე კულტურული პროცესების. და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულ თემაზე მუშაობისას გქონდეს თანამედროვე მიდგომა და თანამედროვე ენით მოხდეს კონკრეტულ თემაზე მუშაობა. იქნება ეს მხატვრის შესახებ ვრცელი ვიდეოს მომზადება, ქართველი გმირების შესახებ დოკუმენტური ფილმების მომზადება თუ სხვა. გარდა მედია პლატფორმისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ათინეთის კულტურის ცენტრია. კულტურის ცენტრის მუშაობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. გამოფენები, რომელიც ხელოვანების მხარდამჭერია და ასევე მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ათინეთის კერძო კოლექცია. კერძო კოლექცია უკვე იქმნება 5 წელია და მასში თავმოყრილია 3000-მდე სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები. ეს არის ფერწერა, გრაფიკა, კერამიკა, ქანდაკება, ვიდეო არტი, ინსტალაცია და ასე შემდეგ. ეს კოლექცია ძალიან მნიშვნელოვანი იდეის გარშემო გაერთიანდა, მოხდეს ქართული ხელოვნების განვითარების უწყვეტი ხაზის ჩვენება მოდერნიზმიდან დღევანდელობამდე, ფიროსმანიდან ანდროვეკუამდე. ამჟამად ათინათის კულტურის ცენტრში მიმდინარეობს მერაბ აბრამიშვილის გამოფენა. აქ მოსულ დამთვალიერებელს საშუალება აქვს 50-მდე გამორჩეული და საეტაპო ნამუშევარი ნახოს, რაც დამთვალიერებელს მიცემს საშუალებას თვალი გაადევნოს მხატვრის შემოქმედების განვითარების სრულ ხაზს. აბრამიშვილის მხატვრობის სრული დიაპაზონი აქ წარმოდგენილი, როგორიც არის რელიგიური სიუჟეტები, ცხოველთა გამოსახულება, მცენარეული მოტივი, მოცეკვავე ქალთა ფიგურები და ასე შემდეგ. და ზოგადად ათინათის კოლექციის შექმნის პროცესში მერაბ აბრამიშვილის შემოქმედებას გამორჩეული ადგილი უჭირავს, რადგან ჩვენთვის ძალიან დიდი ინსპირაცია გახდა მერაბ აბრამიშვილის რელიგიურ თემაზე შესრულებული ნამუშევრები და სწორედ აქედან თითქოს იწყება ათინათის კოლექციის იდეის შექმნის პროცესიც და შემდეგ გრძელდება და ძალიან ბევრი ნამუშევარი არის მერაბ აბრამიშვილის წარმოდგენილი ჩვენს კოლექციაში. დიდი როლი აქვს ჩვენ კოლექციაში საერთაშორისო აუქციონებსა და საერთაშორისო კერძო გალერეებს. ჩვენი კოლექციის საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენ შევიძინეთ საერთაშორისო სააუქციონო სახლებსა და კერძო გალერეებში. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვიკვლევთ, ყიდულობთ და ვაბრუნებთ იმ უნიკალურ კულტურულ საგანძურს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გატანილი იყო საზღვრებს გარეთ და ვაბრუნებთ ამ ნამუშევრებს საქართველოში. გარდა ჩვენი კოლექციისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოახდინოთ აღნიშნული ნამუშევრების კატალოგიზაცია და ბეჭდური სახით მათი წარდგენა საზოგადოებისათვის. უკვე გამოიცა ათინეთის კოლექციის 2 სერია და ეს არის განგრძობითი პროცესი და ჩვენ ვაპირებთ, რომ სხვადასხვა სერიაც გამოიცეს. ამით კვლავ კიდევ ერთხელ ხდება ქართული კულტურის პოპულარიზება საზღვარგარეთ, რადგან ყველა აღნიშნული კატალოგი ბინასიდებს საერთაშორისო ბიბლიოთეკებში, მუზეუმებსა და ინსტიტუციებში.
აქედან იყო შიშის გრძნობა. შიში პასუხისმგებლობამ ჩაანაცვლა. საერთაშორისო აუდიტორიისთვის საქართველოს ისტორია ისე მოეყოლათ, კულტურა ისე წარმოეჩინათ, რომ მთელი არსებით ეგრძნოთ, რა უნიკალური ქვეყანაა საქართველო. ძალიან მოინდომეს. ამ მონდომებამ კი საერთაშორისო აუდიტორიის ინტერესი გაზარდა. ადგილობრივებში ნდობა და პატივისცემა მოიპოვა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ ათინათთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც აქვს მრავალმხრივი ღირებულება. ეს გახლავთ გარკვეულწილად სინთეზი, სადაც შინაარსი და გემოვნება ერთმანეთს ხვდება, რაც ყოველთვის ძალიან პრინციპულია და რაც ახასიათებს ათინათის მიერ შექმნილ როგორც ვიდეოებს, ისე ბეჭდვით პროდუქტებს. ასე რომ ათინათი არის სინთეზი თავისთავად, რაც არის მაღალი ხელოვნებაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული თვითყოფადობის წარმოჩენა და მთლიანობაში ეს გახლავთ კავშირი ნამდვილად წარსულთან, დღევანდელობასთან და მომავალთან. ქართული კულტურის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის სწორი წარმოჩენა ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. და ვფიქრობ, რომ ათინათმა მოძებნა თავის ნიშა, საიდანაც ძალიან ბევრი ადამიანი ქვეყნის გარეთ იღებს ინფორმაციას საქართველოს ისტორიის და ასევე დღევანდელობის შესახებ. ათინათი საქართველოს მასშტაბით იკვლევს, აჩვენებს, წარადგენს როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, მხატვრობას, არქიტექტურას, მუსიკას, ხელნაწერებს, ძალიან ბევრ ამას, რაც კულტურაში მოიაზრება. ამ 5 წლის მანძილზე მე ვიკითხე და მეგონა რომ 5 წელი კი არა, 15 წელი არსებობს. ანუ ამ 5 წლის მანძილზე იმდენი რამე გააკეთა ათინათმა, რომ მე როგორც ერთ-ერთი მონაწილე მხატვარი გაკვირვებული ვარ, მადლობელი ვარ და მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ათინათს ამ შესანიშნავი ღვაწლისთვის, თავისი ქვეყნისთვის, საქართველოს წარდგენისთვის. ჯერ კიდევ რამდენი გმირის ისტორია აქვს მოსაყოლი, რამდენი უნიკალური ფრესკა და მონასტერი აღმოსაჩენი. რამდენი შენობის ისტორია გასაზიარებელი, მუსიკის და ღვინის ქვეყანაზე, ისე როგორც მათ ჩვევიათ მოსაყოლი. რამდენ თანამედროვე ხელოვანს სჭირდება მათი დახმარება და ჩვენ კიდევ ამ ხელოვნების ზიარება. ვინ იცის, რამდენი უნიკალური ნამუშევარი დაუბრუნდება მათი წყალობით ქვეყანას. ათინათის ენციკლოპედიას კიდევ ბევრი ისტორია შეემატება, რომ საქართველოს უნიკალურობაზე კიდევ არაერთი ადამიანი აალაპარაკოს.